მოკლედ მეგობრებო, დღეს რა ხდება? ბოლოს გავაკეთეთ ესეთი ანიმაცია, რომელიც მარტივად გამოდის, ქრება და ასე შემდეგ. დღეს ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ ძალიან მარტივ ეფექტზე, რომელიც შეგვიძლია ტექსტს დავადოთ. ამისთვის პირველ რიგში ეს keyframe-ები წავშალოთ ცოტა ხანი და უბრალოდ ტექსტი დავტოვოთ. როდესაც მარცხენა აქეთ მხარეს ჩამოშლით ამას, აქ დაინახავთ animate რომ აწერია. მაგას თუ დააჭერთ, როგორც ადრე ვარსკვლავი რო გავაკეთეთ და რაღაც ეფექტები რო დავადეთ, აქაც ასევე არის ჩაშენებული. შეგვიძლია რაღაც დავადოთ და ფორმებს შეიცვლის ტექსტი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნახეთ fill color რო აწერია, მაგას დააწვევით, მერე rbg და შეიცვალა ფერი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია რომ იგივე ფერზე დავაბრუნოთ, როგორც წინაზე, მაგრამ ნახეთ რა ხდება ახლა. აი აქ fill colors აქვს ასევე keyframe, რომელსაც შეგვიძლია დავაჭიროთ. თუ დავაჭერთ, წარმოიქმნება keyframe. თუ რა მოხდა ახლა? ცოტა ხანი დავზერდოთ ჩვენი დრო. დაახლოებით 5 წამამდე. აი 5 წამი არის ეს დაახლოებით. აი keyframe გვახსოვს რომ რაღაც კონკრეტულ მომენტში რაღაც რო იცვლება. და ნახეთ ახლა რა ხდება. თუ გადმოვწევთ დაახლოებით 2 წამზე, ჩვენ შეგვიძლია ფერი შევუცვალოთ. და ლურჯი როგორც იყო, ისევ იმ ლურჯზე დავაბრუნოთ. და ნახეთ რა სასწაული მოხდება. დავაჭირეთ enter-ს და გვახჩი. რა არის ამის თავარი მუღამი ხო? ეს შეგვიძლია რომ ეს keyframe ცოტა გადმოვწიოთ აქეთ. ასევე დავადოთ ის easy-ის, რაც ყველაფერს რო ვადებთ ხოლმე. და უფრო საკაიფოდ შეიცვალა, უფრო ჩქარად შეიცვალა. ჩვენ შეგვიძლია ასევე კიდევ უნდა გადავწიოთ და კიდე შევცვალოთ ფერი. რა ვიცი, ხან მწვანე იყოს. და ესეთი თვალების სავარჯიშო გაიჩნდა. ძალიან უმარტივესი ეფექტი არის. ნუ აქაც შევცვალოთ, მაგრამ არ ვაწმენდით. სტაფილოს ფერით დავსრულოთ. და ნს დავაჭიროთ, რათა მანდვე ჩაიკეტოს. ასევე ჩვენ შეგვიძლია სრული აჯაფსანდალი დავაკეთოთ და ამ სიტყვას ხო აქვს ირგვლივ ეს რაღაცა თეთრი stroke. ჩვენ შეგვიძლია რომ მაგ stroke-საც შევცვალოთ ფერი. ამისთვის ჩვენ შევდივართ animate stroke color და rbg ასევე მანდ შეგვიძლია დავაწეროთ ეს. და ნახეთ ახლა რა ხდება. აქ ხო არის ლურჯი. ამით რა მნიშვნელობა აქვს იყოს სხვადასხვა ფერი. აქ იყოს ეს ფერი. ოკეი. მე რო გადმოვწევთ, აქ იყოს, რავი. მწვანე გაიჩნდოს, რატომაც არა. მე მწვანეზე რომ მოვა, გაიჩნდოს ყვითელი. ვაფშე არ ხდება, მაგრამ არ აქვს მაგას მნიშვნელობა. და ბოლოს სტაფილოს ფერზე იყოს იასამის ფერი, აი ესეთი. დაახლოებით. აუ რა ტყუილად ვიწვალე keyframe-ის მონიშნა დავავიწყდა. კარგით, თავიდან. ვაჭერთ keyframes და ვაკეთებ ზუსტად იგივე რაღაცებს. არ ვიცი. ესე მარტივი ანიმაცია არის, მოდი ამასაც მივანიჭოთ keyframe ასისტენტი. უფრო ლამაზად და ფაფუკად გამოიყურებოდეს ანიმაცია. აი ეს ერთმანეთში იცვლება. ახლა ჩვენ სხვადასხვა ფერები გამოვიყენეთ, მაგრამ შესაძლებელია რომ ნახეთ აი ორი ფერი იყოს და ერთმანეთში იცვლებოდეს. და რაღაცნაირი ციმციმის ეფექტიც გაიჩნდოს. ნუ ეს ყველაფერი უკვე კაცია და გუნება. რაც თავარი იდეა, თუ როგორ მუშაობს ეს რაღაც დებილობა, ეგ ვისწავლეთ უკვე. ეგ არის და ეგ.